მოგესალმებით მეგობრებო, მე ლაშა გელაშვილი ვარ და ეს წლის საუკეთესო ფოკუსია. კი არა და ის უფასო ხრიკია. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ლაშა, მადლობა რომ მოხვედით სტუმრად. მადლობა შენც მოწვევისთვის. როგორც დაგვიყვეთ ესე იგი წლის საუკეთესო ფოკუსს ხსნით და გელოდებით წლის საუკეთესო ფოკუსი რამდენი იქნება არ ვიცი, მაგრამ ვეცდები რომ საინტერესო ფოკუსი აღიხსნათ. მაშინ გვაჩვენე. შენ მე გაჩვენებ რომ დასტა არის ჩვეულებრივი, მაყურებელმა სულ დაინახოს. ჩვეულებრივი და რომ დავწუნდეთ რომ არ არის დაწყობილი, თუ შეიძლება რომ კარგად აჩეხო. კარგად აჩეხოთ? კი. ესე კარგად აჩეხოთ? როგორც შენ გაგიხარდება. შვენიერად და რა დაგიბრუნე? და რა თქმა უნდა დავიბრუნე. ნახე ესეთი დავალება გაქვს შენ, უბრალოდ რაღაც ნაწილს გადაჭრი, სადაც შენ გაგიხარდება და მთლიანი ფაილი გულთან ახლოს მიიღე. სადაც მომდება იქ გადაჭრა. სადაც გაგიხარდება შენ. აჰა. სადაც გაგიხარდება შენ. რეალურად ხა ერთ კარტზე გაგაჭრილი ხო? თუ შეგიძლია ეს კარტი რომელიც გადაჭრილი გაქვს ნახე კარგად და იმახსოვრე. და მოათავსე ისე საიდანაც გადაჭრილი. რაღაც ერთ კონკრეტულ კარტზე ფიქრობ, წარმოდგენა არ მაქვს რა კარტია, იმიტომ რომ შენ თვითონ აჩეხე ეს დასტა. კი. შენ თვითონ გადაჭერი, ზუსტად იქ არის მოთავსებული ხო მართალი ვარ. შეგიძლია ვიზუალურად წარმოიდგინო ეს კარტი, როგორი არის ფერი წარმოიდგინე, შემდგომი თვითონ რიცხვია ნახატიანია და ხელი რო გამიწოდო, რომელსაც შემოხედავს. მე მგონი მე ვფიქრობ რომ წესი და რიგით კარტს მოვათავსებ. შევითხრა უნდა. სამ კარტს ნახავთ, გიორგი მაჩეხა, გიორგიმ გადაჭრა, ზუსტად იქ მოათავსა და ხმამაღლა დაასახელ რა იყო შენი კარტი. კაროლი ჯვარი. კაროლი ჯვარი. შეგიძლია შემოწმო პირდაპირ კამერას აჩვენო. კაროლი ჯვარი. ვოუ! მოკლედ ამ ფოკუსისთვის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ დასტას გამოვიყენებ და კარგი ის არის, რომ რეალურად არ გჭირდება წინასწარ იმის მომზადება, დაწყობა, შეგვიძლია თავისუფლად მაყურებელს მივცეთ, რომელიც აჩეხავს, აურევს, თუ შეგიძლია შენც აჩეხე. ყოველი შემთხვევისთვის. აი ძალიან კარგად დავჩეხე. კი ნამდვილად. და როდესაც კარტს დაგვიბრუნებს, ჩვენი მიზანია რომ ბოლო კარტი დავიმახსოვროთ. რეალურად ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეგვიძლია. შეიძლება აჩეხვის დროსაც მოვკრათ თვალი, ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ასე. თუ მაინც ვერ შეამჩნევთ ბოლო კარტი რა არის, როდესაც გვაძლევს მაყურებელი, უბრალოდ ერთხელ ფრთხილად ვატრიალებთ, მე ამ დროს ხედავ ძალიან ისე წამიერად ბოლო კარტი რა არის, ამ შემთხვევაში 10-იანი ჯვარი და ვაგრძელებ ფოკუსს. უბრალოდ კარგი იქნება რომ ამაზე აქცენტი არ გააკეთოს მაყურებელმა და მაინც ყოველ შემთხვევაში არ დააფიქსიროს, როდესაც გავაკეთებ, პირდაპირ კარტს ვიღებ და ვეუბნები რომ გიორგი შენ სადღაცას უნდა გადაჭრა ეს კარტი და გადაჭრა და გულთან ახლოს მიიტანე. ჯერ არ ნახო. აუცილებელია რომ არ ნახოს და ისე მიიტანოს პირდაპირ. ამიტომ გადაჭრი და გულთან ახლოს მიიტანე. ძალიან კარგი. გულთან ახლოს მიიტანე. სანამ ჩვენ ამ პროცესს ვუხსნით და გიორგის გულთან ახლოს მიტანილი აქვს რაღაცა ფაილი, რომელზეც უნდა ნახოს ეს რა კარტია, ჩვენ ერთი კარტი უნდა ჩამოშალოთ, მხოლოდ ერთი კარტი, ძალიან მარტივად, ერთი კარტი უნდა ჩამოშალოთ და ვუხსნით ახლა პროცესს. მთლიან ფაილს რაც გვრჩება ზემოთ, ვიღებთ, ვათავსებთ ჩვენს ანალოგიურად როგორც გიორგის აქ და ვეუბნებით რომ ეს კარტი დაიმახსოვროს. სანამ ჩვენი მაყურებელი გართულია თავისი კარტის დამახსოვრებისას, ჩვენ ეს ფაილი კი არ უნდა დავაბრუნოთ, არამედ ქვემოთ უნდა ამოვუდოთ ამ ერთ კარტს. გამოდის რომ ჩვენს მიერ დამახსოვრებული 10-იანი ჯვარი მოთავსდა უკვე ზემოთ. ეხლა უკვე ვეუბნებით მაყურებელს რომ დააბრუნოს თავის ადგილას. რეალურად ის თავის ადგილას აბრუნებს, უბრალოდ ერთი განსხვავება ის არის, რომ უკვე თავის ფაილს ადებს ჩვენს მიერ დამახსოვრებულ 10-იან ჯვარს. ამიტომ შემდგომ უკვე ვეუბნებით რომ გიორგი თუ შეიძლება წარმოიდგინე ან ვიზუალურად კონცენტრაცია მოახდინე და ასე შემდგომ ხელი გამოწიოს. მე ვეცდები ამ დროს კარგია თუ თვალებში უყურებთ, თითქოს ჩვენ ვფიქრობთ რაღაც კარტზე, გადავშლით და 10-იან ჯვარს ვიპოვით, აუცილებლად და 10-იანი ჯვრის მარცხენა მხარეს რომელი კარტიც იქნება, რეალურად არის ჩვენი მაყურებლის მიერ ამორჩეული, ამ შემთხვევაში 6-იანი ჯვარი. მარცხენა მხარეს, ხო? მარცხენა მხარეს, აუცილებლად 10-იანი ჯვარს ამ ჩვენს მიერ დამახსოვრებულ კარტს ვიპოვით და მის მარცხნივ კარტს ამოვიღებთ. მაყურებელს რომელსაც ხელი აქვს გამოწოდებული, მოვათავსებთ. ვეკითხებით რა იყო გიორგი შენი კარტი? 6-იანი ჯვარი. თუ შეიძლება აჩვენე მაყურებელს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც ამ ფოკუსში უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ჩვენ ერთ კარტს ჩამოშლით, ნახევარი ფაილი როცა გვიჭირავს, ერთ კარტს როცა ჩამოშლით და დანარჩენს გულთან ახლოს მივიტანთ, იმისთვის რომ მაყურებელს უთხრათ რა გააკეთოს, აუცილებელია რომ ეს ისე დავიჭიროთ, რომ მაყურებელმა არ შეამჩნევს, რომ თითქოს აქ ერთი კარტი გვიჭირავს. ამიტომ სასურველია რომ მაყურებელი მხოლოდ წინა მხარეს უყურებდეს
და არა ეს ნაწილი რა თქმა უნდა არ უნდა გამოგვიჩნდეს. თან ამ დროს მაყურებელიც კონცენტრირებულია საკუთარ კარტზე, როდის დაინახავს ან როდის დაიმახსოვრებს. შეიძლება საერთოდ არ შემოგხედოს, თუმცა აუცილებელი რომ ეს პატარა დეტალებიც გავითვალისწინოთ, ამიტომ დაახლოებით აი ამ ფორმით დაიჭირეთ და აუცილებლად წინა მხარეს უყურებდეს მაყურებელი. არ გამოგვიჩნდეს თავარია ეს ნაწილი. როდესაც ვეტყვით რომ ერთი კარტი დაიმახსოვროს, სანამ ის გართულია კარტის დამახსოვრებაში, ამ დროს თლიან ფაილს უბრალოდ ქვემოთ მოვათავსებთ და ჩათვალეთ ფოკუსი უკვე დასრულებულია. ძალიან დიდი მადლობა ლაშა რომ ესეთი კარგი ფოკუსი აგვიხსენი. იმედი მაქვს მოგეწონათ მეგობრებო. არხები აღწერაში ხელმისაწვდომი, გამოიწერეთ ლაშას არხი. დალაიქეთ ვიდეო. და მადლობა დიდი. მადლობა გიორგის აგრეთვე რა თქმა უნდა. ჩემი მაყურებელი ვინც უყურებს ამ ვიდეოს აუცილებლად გამოიწერეთ გიორგის არხი, რადგან დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი და საინტერესო ვიდეო გველოდება წინ. აუცილებლად. მადლობა დიდი. მოგესალმებით მეგობრებო, მე ლაშა გელოში უცხო არხზე რო ვარ ხა, უცხო არხზე რო ვარ ხტები არა. მოგესალმებით მე ეს ფოკუსი. კი, რამდენი ხანი არ მიხარ. შეიძლება წლის საუკეთესო ფოკუსი არ, მაგრამ აი რაც კი აგიხსნია იმ მაგათ აი არაფერი. ხელი არ ვიცი ამ ფოკუსს რა ქვია. მეთოდი ვიცი? მეც პირველად ვაკეთებ ამ ფოკუსს. ეს გადავამოყოლე ყოფილი, ხო, ხო ჩავსვა.